1948 წელს ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ირანსა და ისრაელს საკმაოდ დადებითი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. ირანი გახდა მეორე მუსლიმური ქვეყანა თურქეთის შემდეგ, რომელმაც ისრაელის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. ყოველდღიურად ხორციელდებოდა პირდაპირი ფრენები თელ-ავივიდან თეირანის მიმართულებით და მეტიც. ირანსა და ისრაელს აკავშირებდა ნავთობსადენი, რითაც არაბეთისა და წითელი ზღვის გავლით ირანს ნავთობი ევროპაში გაჰქონდა. თუმცა ეს იმ დროს, როცა ირანს მართავდა მოჰამედ რეზა ფაჰლავი, ირანის შაჰი 1941-დან 79 წლამდე. თუმცა მას ქვეყნის მმართველობასთან რეპრესიული მიდგომები ჰქონდა, რის გამოც შაჰის დროინდელ ირანს ავტოკრატიულ მონარქიად მოიხსენიებენ. შაჰის მმართველობისას სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და მკაცრად იზღუდებოდა პოლიტიკური თავისუფლებები. ავიწროებდნენ ყველას, ვინც შაჰის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთი მათგანი კი იყო სასულიერო პირი აიათოლა რუთოლა ჰომეინი, რომელიც შაჰის საწინააღმდეგო საქმიანობის გამო 15 წელი იყო გადასახლებული და ძირითადად ერაყში ცხოვრობდა. შაჰის რეპრესიულმა მიდგომებმა საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობრივი ტალღა წარმოშვა. ამასობაში ირანში ფარულად ვრცელდებოდა აიათოლა ჰომეინის კასეტებზე ჩაწერილი ქადაგებები. ის აკრიტიკებდა შაჰის კორუფციას და შეერთებულ შტატებს შაჰის რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისათვის. ამბობდა, რომ შაჰი უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ მისი დანაშაულებებისათვის ქვეყნის წინაშე. ირანი კი ისლამურ სახელმწიფოდ უნდა გადაქცეულიყო. ამ მოცემულობაში, როცა შაჰის რეჟიმს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი დაჭერილი ჰყავდა, ხალხმა დაიწყო აიათოლას მოსმენა, რომელიც ჯერ მათი რელიგიური და შემდეგ მათი პოლიტიკური ლიდერი გახდა. პროტესტის ფონზე 1979 წლის 16 იანვარს შაჰმა ირანი დატოვა. ფორმალურად ის არ დადეგებზე წავიდა, თუმცა ირანელებმა ეს მის გაქცევა დაღიქვეს და ქუჩებში იზეიმეს კიდეც. მისი წასვლიდან ორ კვირაში კი 79 წლის 1 თებერვალს აიათოლა ჰომეინი ირანში დაბრუნდა. 11 თებერვალს რევოლუციონერებმა გამარჯვება გამოაცხადეს და სულ რამდენიმე თვეში რეფერენდუმის შედეგად ქვეყანაში დაარსდა ისლამური რესპუბლიკა, რომლის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰომეინი გახდა. სწორედ აქედან იწყება თეოკრატიული ირანის ისტორია, რომელიც ნელ-ნელა ისრაელისა და შეერთებული შტატების მტრად გადაიქცა.